სახელმწიფო პროგრამაში დანერგე მომავალი მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება იწყება. მსურველებს რეგისტრაცია 10 ნოემბრიდან შეეძლებათ. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 250,000 ლარიდან 500,000 ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750,000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილებები შეეხო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების კომპონენტსაც. ამ ეტაპზე პროგრამის ბაღების კომპონენტი არის შეჩერებული, თუმცა ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღებას განვაახლებთ ორშაბათიდან, რომელიც 10 ნოემბერი გახლავს. 10 ნოემბრის 12 საათიდან შესაძლებელი იქნება, რომ პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულმა პირებმა შეავსონ განაცხადი და წარმოადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. პროგრამის ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს ორ ძირითადი მიზნობრიობის დაფინანსებას. პირველი ფინანსდება ნერგების ღირებულება, რომელიც დაფინანსდება არაუმეტეს 70%-ის ოდენობით, ხოლო მეორე მიზნობრიობა ის გახლავთ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, რომელიც დაფინანსდება არაუმეტეს 50%-ის ოდენობით. ასევე განსაზღვრული გვაქვს ჰექტარზე გამოყოფილი თანადაფინანსების ლიმიტი, 1 ჰექტარზე ბენეფიციარს შეუძლია მაქსიმუმ 10,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება აითვისოს, ხოლო გამონაკლისი გახლავთ ლურჯი მოცვი, სადაც თანადაფინანსების ლიმიტი 1 ჰექტარზე შეადგენს 15,000 ლარს.